მიდიხარ ემიგრაციაში და არ იცი უკან როდის დაბრუნდები. იტყვი რომ 1-2 წლის წავარ უცხოეთში მოვაგვარებ საკუთარ პრობლემებს და უკან მშობლიურ საქართველოში დავბრუნდები, მაგრამ გადის წლები, გადის დღეები და ეს 1-2 წელი ათობით წლად იქცევა და უცხოეთში საუკუნის მეოთხედზე მეც შემორჩები. აქ ემიგრაციაში შენს თავს არ ეკუთვნი. ემიგრანტის ყოფა უცხოეთის ცის ქვეშ ძალიან რთულია. ჩვენ ახლა მონასტირებზე ვიმყოფებით. აქაც თუ გამოივლით კვირა დღეს, როდესაც ქართველ ემიგრანტს დასვენება აქვს ირგვლივ, ქართული არემარე გააჩერებს ბერძნულ საათს, ბერძნულ დროს. ეს ომონია, საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ხალხმრავალი უბანი. აქ მსოფლიოდან ჩამოსული ემიგრანტები ყოველ კვირა დღეს გამოდიან და იკრიბებიან. მათ შორის აქ იკრიბებიან ქართველი ემიგრანტები და ერთმანეთს ემიგრანტულ ცხოვრებას უზიარებენ. აქ ქართველი ემიგრანტი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. აქ თითოეულ მათგანს გაწერილი დრო აქვს, რადგან ძალიან მალე მოაგვარონ ის პრობლემა, რამაც სამშობლოს დააშორა და ძალიან მალე დაბრუნდნენ მშობლიურ საქართველოში. ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ და ჩვენ ვიწყებთ გადაცემა მონატრების ფერების მე-7 სეზონს.